გადაცემის პარტნიორია წყალი მთის. იცხოვრე სრულყოფილად. საღამო მშვიდობისა. მე ვარ ეკა ჩხეიძე და პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი სტუმარია ქალი, რომელიც მაშინ ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, როცა სტიქია გვიტევს და ბუნება ურჩობს. მისი რეკომენდაციები ნამდვილად ყურადსაღები და გასათვალისწინებელია. რამდენად ხდება ეს ამაზე ვისაუბრებთ თავად სტუმართან. ხმაურიანი, ბობოქარი და მებრძოლი ქალი თეა გოდოლაძეა დღეს ჩემი სტუმარი. თეა, დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩემს მაყურებელთან სასაუბრად. წყალი შემიძლია შემოგთავაზოთ, ეს არის უკვე აი ჯანსაღ ცხოვრებაზე გადავედი და წყალს ვამ, აი მთის წყალს დღეში ალბათ 2 ლიტრს. ეს ჩემთვის არის ძალიან ისეთი რიტუალი, რასაც არ ვიყავი მიჩვეული. თეა, ბატონო, მინდა დავიწყო ინტერვიუ ესეთი სახით. რომ არა დედა და ბაბუა, სეისმოლოგიაზე იფიქრებდით? ალბათ არა. დედი გავლენა ჰქონდა ოჯახს, და იმ გარემოს, რა გარემოშიც გავიზარდე. ფაქტობრივად ახლა საბჭოთა კავშირი იყო და იცით ახლა ძიძების ინსტიტუტი ნაკლებად. პრობლემა ყოველთვის ჰქონდათ დედებს, ხომ? თქვათ, ისთან დატოვებდნენ, რთული იყო. ამიტომ მე ვიყავი გეოფიზიკის ინსტიტუტის ბავშვი. თან დაყავდით? თან დავყავდი. იქ გავიზარდე. მიღებული არ იყო სამსახურში. შეიძლება. ხო, 700 გეოფიზიკოსი ყავდა კომუნისტების დროს, წარმოიდგინეთ თქვენ 700 ადამიანი მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში. უკვე ადგილს აღარ იყო ფაქტობრივად. ოთახებში, მახსოვს ეს პერიოდი მართლა და აი დედა მალავდა ხოლმე. მაგის ქვეშ მალავდა, როცა შემოწმება იყო. აი ესეთი დროც მახსოვს. ძალიან მიხაროდა, მომწონდა და რაღაც ბუნებრივად, თქვათ, ჩამოყალიბდა ჩემში ეს პროფესია, ამ პროფესიისადმი სიყვარულიც და რაღაც მოვალეობის გრძნობაც. ანუ ბუნებრივი გარემო იყო ბავშვობიდან. ბუნებრივი გარემო იყო ბავშვობიდან და როდესაც ყველაფერი ჩამოინგრა, თქვათ, სამეცნიერო სივრცეში და დღესაც არა გვაქვს კარგი მდგომარეობა, იცით თქვენ, აი რაღაც ვალივი გრძენი და მოვალეობაც, რომ ამ პროფესიისთვის მემსახურა. ბავშვობაში რაც ისეთ პროფესიაზე ხომ არ გიოცნებია, ცოტა უფრო პოპულარულზე. თქვა? ხო, აბა. მსახიობობა მინდოდა. კარგი რა, მართლა. ისე ბავშვი ბევრი ოცნებობს, მაგრამ აქტიურად ვიყავი ჩართული სასკოლო და ასე თქვათ, ისეთ სპექტაკლებში ხოლმე და მონაწილეობდი და შემოთავაზებებიც მქონდა. დედასთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მონაცემები აქვს და იქნებ გააგრძელოს. და რატო არ გააგრძელე? მაინც ვირჩიე მათემატიკა და ტექნიკური. მაინც ახლა ოჯახს ასეთ ისე მას გავლენა აქვს. ხო აქვს გავლენა ოჯახის. ძალიან დიდი და ოჯახურ კლანს დიდი გავლენა და ნუ ასე თქვათ გავაგრძელე მეც მათემატიკა, სეისმოლოგია და ასე შემდეგ. ოჯახურის ბაგა. გარდა ოჯახური განწყობისა, რამე განსაზღვრელი მოვლენა იყო, რამაც სეისმოლოგობა გადაგაწყვეტინა. ძალიან დიდი განსაზღვრელი მოვლენა. ხა რა იყო ეს? ეს იყო 1991 წლის რაჭის მიწისძვრა. ნუ ეს იყო კავკასიის ყველაზე დიდი მიწისძვრა, რაც კი მომხდარა ინსტრუმენტულ პერიოდში, ანუ რასაც საზღვრავთ. ვიცი განსაზღვრაც არა, თქვა სუბიექტური ადამიანური თქვათ დამოკიდებულებით მიწისძვრის საციზრიერის განსაზღვრა, არამედ რასაც აპარატი აფიქსირებს კავკასიის ყველაზე ძლიერ მიწისძვრას დღემდე ითვლება და ნუ ახლა სასურველია რომ აღარ მოხდეს ასეთი მაგნიტუდა 7-იანი. ეს არის ყველაზე რეგისტრირებული, ყველაზე დიდი მიწისძვრა კავკასიაში. სპიტაკზეც დიდია. აი ხომ ამბობენ ხოლმე რომ აი სპიტაკი დიდი მიწისძვრა იყო, ძლიერი მიწისძვრა. არა, მეგობრებო, არ იყო ასე. ანუ მახასიათებლით, ასე ვთქვათ, კლასით, მაგნიტუდური კლასით სპიტაკი ჩამოუვარდებოდა რაჭის მიწისძვრას. უბრალოდ ჩვენთან ასე ვთქვათ, ურბანული სიმჭიდროვე რაჭაში, რა თქმა უნდა, ნაკლები იყო და შესაბამისად გრევა ნაკლები იყო და ნაკლებად ჰქონდა საბჭოთა ძალიან დაბალი ხარისხის კორპუსები.
აი მან გადაგვარჩინა. მაშინ გადაგვარჩინა, ეხლა მე კი არ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა ერთი ადამიანის სიცოცხლეც არის განსაზღვრელი, ნებისმიერი სტიქიის დროს უბრალოდ სამწუხაროდ სომხეთში 25 წამში 25,000 ადამიანი გარდაიცვალა და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. და მე მოვხვდი საერთაშორისო ექსპედიციაში რაჭაში, დედას სად დავეტოვებინე, ანუ იგივე ის განმეორდა, ასე ვთქვათ, ისტორია, რომ ვერც დავემტოვებდნენ. და დედას დავყავდი ექსპედიციაში და საზღვრავდით მიწისძვრის ეპიცენტრს იქ. და იქ იყო სეისმური ექსპედიციის ხელმძღვანელი ჩემი აღმზრდელი და მენტორი ზურაბ ჯავახიშვილი. წარმოვიდგინეთ, პოსტსაბჭოთა კავშირია. სადმა ხავდი ახლა ინგლისელს და ამერიკელს ეს 15 წელს ვიყავ, ცოცხლად ახლა. ხო და ემოციების დამალვა არც მაშინ შემეძლო და გაუცებული ვუყურებდი ახლა ბავშვი ვიყავი და თან ბავშვი რა ხა მოზარდი ვიყავი და ვუყურებდი გაფაციცებით რა სიტყოდნენ, რატომ ამბობდნენ და ყველაფერს თქვი მქონდა ჩაყოფილი. ენა იცოდი. კი, რა თქმა უნდა, ვიცოდი. ესე მომიწია აი ამ იმ დროისთვის სეისმოლოგიის კორიფეებთან ურთიერთობამ, იმიტომ რომ კავკასია წარმოადგენდა საინტერესო წერტილს, საინტერესო ხო დედამიწაზე თათა წარმოშობის კუთხით, იმიტომ რომ ყველაზე ახალგაზრდა მთათა სისტემა გვაქვს. და შესაბამისად ეხლა დაინტერესებულნი არიან, ხო? და იქ ნახე უამრავი ადამიანი, რომელიც შემთთვის მართლა ინსპირაცია იყო და როდესაც ვიცით, თქვათ, ჩვენი პროფესიის წარმომადგენელმა რას ნიშნავს დაცვა, სეისმური დაცვა და თქვენი დაცვითი მექანიზმი მხოლოდ და მხოლოდ კარგად აშენებული ნაგებობა, შენობა, სახლი, ნებისმიერი საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული ობიექტი, თქვენი დაცვითი მექანიზმი ყოველთვის არის კარგი შენობა და ხარისხი, სამშენებლო ხარისხი. ეს არის მნიშვნელოვანი და ამიტომ არის ვთქვათ იგივე, როდესაც ვლაპარაკობთ ამ მეწყრულ პროცესებზე, როცა ვლაპარაკობთ ნაგებობებზე, მშენებლობის ხარისხზე, ეს არის ჩვენი ეს განსაზღვრავს ანუ დარდი და პროფესიული პასუხისმგებლობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე. როგორ გითხრათ, ექიმის შეცდომა ძალიან მოკლე პერიოდში შეიძლება გამოჩნდეს და ამ ადამიანისთვის დამღუპველი იყოს, მაგრამ სამშენებლო სექტორში და ისეთ რეგიონში, როგორც კავკასია, ადამიანების შეცდომები შეიძლება თაობებისთვის იყოს დამღუპველი. თქვენ როგორ იქცევით მიწისძვრის დროს? შისრად შეეხება. პროფესია მაქვს ისეთი, რომ ყოველთვის ერთ ქვეყანაში მიწევს ყოფნა, თუ თქვა სწავლობდი 1 წელიწადი ვისწავლე იაპონიაში. ხა იაპონიაში გაქვს დაცულობის შენობები, ხო, სპეციალური ხარისხი. აი წარმოიდგინეთ, იყო ასეთი შემთხვევა კი არა, ტრაგედია მოხდა 1996 წელია თუ არ ვცდები და მე მგონი არა. მოხდა ესეთი კობეს მიწისძვრა. ეს არ იყო თქვა მაღალი კლასის მიწისძვრა, არ იყო ხა მაგიტო დარვიანი და ცხრიანი, ხო, რასაც მეგამიწისძვრებს ვუწოდებთ, არა? მაგრამ საკუთარი ძლიერი მიწისძვრა იყო, რომელიც მოხდა დილის საათებში, აი გამთენის 4 საათი იყო მე მგონი თუ 5, როდესაც მოსახლეობას ეძინა. და ძალიან დიდი მსხვერპლი მოხდა. ქალაქის ქლეში იყო ეპიცენტრი, კობეს მიწისძვრას ეძახიან ესე და გარდაიცვალა ბევრი ადამიანი. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იაპონიის მთავრობისთვის პოლიტიკური რევოლუცია მოხდა მაშინ, თქვაც მშენებლობის კუთხით. ხო. ეხლა რას ნიშნავდა ეს, რომ მთელი აქცენტი მიწისძვრის პროგნოზე კი არ გადავიდა, როგორ დავაპროგნოზოთ მიწისძვრა, ხო? არამედ როგორ დავხდეთ მიწისძვრას. რომ ჩვენ შვიდად ვიყოთ. თქვენ რომ ბალიშზე თავი გიდევთ, თქვენ უნდა იყოთ შვიდად. და მახსოვს ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს პროფესიულ კარიერაში, როდესაც ესეთი წამყვანი მეცნიერები ფაქტობრივად გეუბნებოდნენ, რომ ჩვენ შეცდომაა, თქვათ, მხოლოდ და მხოლოდ პროგნოზის კუთხით, თქვათ, ფინანსების მიმართვა, იგივე კვლევის მიმართვა, აუცილებელია გქონდეს სწორი სამშენებლო პოლიტიკა. და ნუ სამწუხაროდ ჩვენ პირიქით სამშენებლო სივრცე ჩვენთან ფაქტობრივად არის უკონტროლო სამშენებლო პოლიტიკა. ხა იაპონიაში შენობა დაინგრაო, გაგიგიათ? ხო, ისინი ამაზე აწყობილი არიან. ანუ შესაძლებელია ხო პრევენცია. და ახლა თქვენ შენების დროს ფულის კეთება როცა გნებავთ და კორუმპირებულია სისტემა, ვიღებთ ცუდ შედეგს. შესაბამის შედეგს. ამიტომ ვიბრძვით.
შესაძლებელია მეც ვერ ვხსნი კარგად თან ჩვენი კომუნიკაცია საზოგადოებასა და თქვა სპეციალისტებს შორის არ არის მთლად საუკეთესო, მაგრამ ეს აუცილებელია და საერთოდ სამოქალაქო უსაფრთხოება უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. Ჩემთან არ უნდა მოდიოდნენ სტუდენტები, რომლებიც მეუბნებიან, რომ თურმე მიწისძვრის პროგნოზი შესაძლებელია და ეს გეოგრაფიის სახელმძღვანელოში წერია და გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორს ნათარგმნი აქვს რუსული, ასე ვთქვათ, ლიტერატურიდან, საოცრებები, არ შეიძლება ასეთი რაღაცა. ბევრი სამუშაო გვაქვს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამოქალაქო უსაფრთხოება უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. თქვენი წინასწარი პროგნოზი კონკრეტულ შემთხვევაში გამართლებულა? ბუნებრივი საფრთხეების კუთხით? ხო. ახლა მიწისძვრის პროგნოზი არ ვაკეთებ ხო? მაგრამ პროცესის პროგნოზი კი, ბევრჯერ. მაინც 2017 წელს დავიწყეთ საუბარი რიკოთის პრობლემებზე. ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა აქილევსის ქუქცლი ამ ქვეყნის და იქნება კიდევაც მომავალში. რა თვალსაზრისით? მეწყრულია, არის ტექტონიკურად ურთულესი დაშლილი რეგიონი, ტექტონიკად დაშლილს ვეძახით ხოლმე ამას, ანუ ურთულესი რეგიონია და არასწორი ინფრასტრუქტურული პროექტია განხორციელებული. ამიტომ ეს როგორ არის იცით გეოლოგია და ჩვენი დარგი ეს არის ხა მე რო ვლაპარაკობ ეს არ ნიშნავს რომ ხვალე ასე იქნება გასაგებია მაგრამ ეს არის დროში გავრცობილი პროცესი აი დღეს ვიხსენებთ მაგალითად ერთ-ერთი უბანია თბილისში არ მინდა რომ დავასახელო მაგრამ მოსახლეობას მე ძალიან ისეთი როგორ გითხრათ იცით ძალიან ნერვიულობენ იმიტომ რომ შიში და პირადი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ეს პირადი ინვესტიცია წარმოიდგინეთ რომ ფაქტობრივად რისკის ქვეშ დგას ხო ყოველდღე ვერესხეობაზე საუბრობ ვერესხეობა ნუ ეს ისეთი უკვე ანაბანა არა მარტო სამწუხაროდ ამ ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში ისეთი ცუდი პროექტები განხორციელდა ძალიან ცუდი და რაც ვთქვით ჩვენმა სამეცნიერო ჯგუფმა ნუ ახტეს ახესია კი ახტა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კიდევ რაღაც არ მოხდება იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განსაზღვრავ რომ გეოლოგიური პროცესი კუსნაბიჯებით არა კუსნაბიჯებზე უარესია ისე მიდის ხომ გეოლოგიური დრო არის მილიონი წლები 1000 წლეულები 100 წლეულები და ასე შემდეგ გეოლოგიური დრო ერთი წელიწადი არ არის ხშირად მე დავებოდნენ ხოლმე რომ აი თქვენ თქვით რომ ვაშლი ჯვარში მთა წამოვა და რაღაცას მე ხო არ მთქვენ რომ ხვალ წამოვა ცხადია რომ იქ რაც თქვა სამშენებლო პროექტები განახორციელეს ყველა უკვე პრობლემატურია ხო ის პროექტებიც ერთი დღით ხო არ შენდება და კეთდება ეხლა არ შეიძლება ხო ნუ ესეთი ნუ ძალიან ძიმე მდგომარეობა ეს რას ნიშნავს იცით მე მეუბნები რომ რატო თქვათ ასე ცუდ რაღაცებს რატო ამბობ და ასე შემდეგ მე ჩემი მოვალეობა ეს თქვენ რეალურად მე თქვენ ფსიქოლოგი ხო ფსიქოლოგმაც კი თქვენ სიმართლის წინაშე უნდა დაგაყენოთ ხო გამრუდებულ სარკეში კი არ უნდა ჩაგახედოთ სარკეში სადაც რეალობას დაინახავთ ხო რომ თქვენ ამ რეალობისთვის მზად იყოთ მომავალში ანუ ჩემი პროფესიული მოვალეობა არის ეს რომ გითხრათ რომ იცით რა არის ასე თუ გააგრძელეთ სამშენებლო პოლიტიკა ეს ქვეყანა კოლაფსის წინაშე დადგება იმიტომ რომ ეს მიწისძვრები არ წავა და ეს ტექტონიკა არასად არ წავა ხო ახლა თათა წარმოშობის პროცესი გაგრძელდება კიდევ რამდენი მილიონი წელი ხო და ნუ რა ვქნა შეიძლება იცით რა არის კარგი რაც არის რომ თქვენ სანამ ცოცხალი იქნებით ღმერთმა დიდხანს გაწესხოს არა მარტო ჩემზე ხო და მაგრამ ეს ხო არ არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ჩვენი თაობა იყოს მომავალი ხო მომავალს ხო უნდა გავუკეთილდეთ არა ფული ყოველთვის არის პრობლემა ამ დარგში ყოველთვის და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ხმე მოვიტყუები რომ გითხრათ რომ ეს მხოლოდ საქართველოში ხდება ხო რა თქმა უნდა ძალიან დიდ ყურს ვიტყვი იმიტომ რომ ეს ყველგან ხდება მაგრამ საქართველოში ბოლო წლებში ისეთი ტემპით წავიდა პროცესი რომ უკვე შეუქცევადია და ამის გამოსწორება როგორ უნდა მოხდეს ჯერ ბოლომდე არ მაქვს განსწრებული როგორ შეიძლება ეს გამოვასწოროთ ჩვენს ქვეყანაში არის მომხდარი ისეთი შემთხვევა სტიქიურ მოვლენას გულისხმობ რისი აცილებაც იყო შესაძლებელი და გულგრილმა თუ უდიერმა დამოკიდებულებამ შოვი პირდაპირ ვიტყვი შოვის აცილება შეიძლებოდა ტრაგედიის ვერესიც ეს ჯაჭვია ნახეთ მეცნიერი იმიტომ რასობს რომ შეისწავლოს ეს პროცესი და დადოს დასკვნა რეალისტური დასკვნა ეს მეცნიერები უნდა გადამოწმდნენ, იმიტომ მე ყოველთვის მართალი არ ავარეკ. მე კი მინდა ვიყო, მე ხომ აი ცუდი როგორ გითხრათ, мотиваცია ცუდი ნამდვილად შეიძლება არ მქონდეს და მინდა რომ კარგი გავაკეთო, მაგრამ შეცდომა ყველას მოგდეს. მეცნიერსაც, ექიმსაც, ხომ?
ამიტომ სისტემა ასეთი. მაგალითად, კანადაში ხო კარგად ვიცნობ თქვა კანადის ამ სისტემას სამშობლო. ერთი დასკვნა, როდესაც კეთდება, მეორე მეცნიერი ამ დასკვნას ამოწმებს. მეორე კი არა, მესამე, მეოთხე კანონი ავალდებულებს ამას. ის კი არ არის რომ მე თქვენში ეწვიმეპარება, არა, მე შეიძლება თქვენ შეიძლება შეცდომა გაგეპაროთ. ან ყურადღება არ მიაქციოთ, ხო? შემდეგ ეს დასკვნა, ხო, უნდა გადაეცეს რეალურად შემსრულებელს. რეალურად შემსრულებელს მაკონტროლებელი უნდა ყავდეს სახელმწიფო ინსტიტუციებიდან. სახელმწიფო უნდა განაგებდეს, ანუ სამშენებლო სექტორი არის სახელმწიფოში. ეს იურისტები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას ხალხმა. ჩვენთან როცა ჩამოვედი, აი როცა გითხარით, ამერიკიდან ჩამოვედი და გავხდი უცებ დირექტორი, ხო? და პირველი რაც იყო, ხა სეისმოგრაფები გჭირდებოდა. პირველად ყვები მე მგონი ამას არ ვიცი ეთერში. გავგზავნე წერილი სამინისტროში. და მომივიდა პასუხი, ანუ სეისმოგრაფების შესყიდვაზე. სრულიად გულუბრყვილო, სრულიად გულწრფელი პასუხი. რა არის სეისმოგრაფი? როგორ გამოიყურება და რაში გჭირდებათ? არა. აი მივხვდი რომ ცუდად ამაქვს საქმე. ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილების მიღების ტრენინგი მჭირდებოდა იმისთვის რომ ანუ არაპროფესიონალი დარგში იღებს გადაწყვეტილებას ეს შეიძლება მომაკვდინებელი იყოს განსაკუთრებით ისეთ დარგში როგორც ჩვენი. აი ხა მაგალითად ესეთი გადაწყვეტილებაა მიღებული თქვათ ხო რომ მე საშუალება არ ამავ ვერაფერს ვეღარ ყიდულობ თქვათ ხო ჭანჭიკის ყიდვის საშუალება აღარ მაქვს წერაქვის ყიდვის საშუალება აღარ მაქვს ეს ხო არ არის ისეთი მეცნიერება სადაც ახლა კალამს ავიღებ და დაждам წერა დანდერძისა საბრალოს საუბრისა და ნუ ხო ესე ხო არა ვარ მე թե ანუ შოვის ტრაგედიის აცილება შეიძლებოდა ამბობ კი ვინ ცხოვრობს ხალხნო იმაში რა ქვია იმას მყინვარული მდინარის დელტაში ვინ აშენებს რამეს ეს ხო სისულელია. სასტუმროები იყო და კოტეჯები და. ეხლა რო ამედით ხა ჩვენ არ გვიშვებდნენ მაშინ. ამათ გონიათ სიმართლეს რო ვეუბნები, მე მტერი ვარ და მე მდევნიან, ხო? თუ უნდათ იცის რამე მუნიციპალიტეტში ხალხმა. წელს ხო ზაფხულში. მივედი და დამხვდა საბავშვო ბაღი მდინარის ჭალაში აშენებული. თან ისეთი მდინარის რომელიც არის ღრიალით მორბის, ხო? და საბავშვო ბაღია ჩადგმული. ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. აი ხა იქ რო ახვიდეთ სადაც შავი არ აგვი თეთარ აქვს ერგვირთვის ხო? ამ მდგომარეობაა იქ. რესტორანია ჩადგმული არაგვში. ესეთი აი წავწრებები ხდება. არ შეიძლება რომ გამოქვაბულის დონეზე დავიდეთ, მაპატიოს ყველამ რა. თქვენი პროფესია მამაკაცურ სიძლიერეს მოითხოვს. ამან ხასიათზე გავლენა მოახდინა? არა. 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 შეიძლება ჩანს ეს, იცით რაღაც ხანდახან ძალიან არ მიყვარს ჩემი თავის ეკრანზე ან ჩემი საუბრის მოსმენა. ერთადერთი მაშინ მოусვენ თუ თქვათ აი პროფესიული კუთხით რამე ხომ არ შემეშალა, ხო? ზოგადად ძლიერი ხალი ხარ? არა. ძლიერი რომ ვიყო ბევრ საკითხს გულჩვილა როგორ გითხრათ, იცი ადამიანურად არ მივუდგებოდი. ეგ მაქვს. თუმცა ჩანხარ ძლიერი ხასიათი. არა, ჩანვარ, იმიტომ რომ ბავშვობიდან არ მიყვარს უსამართლობა და როცა დაგჭირდებათ, მე აუცილებლად თქვენ გვერდით ვიქნები. ეს მაქვს და ეს თვლი რომ ასე უნდა იყოს და ესეთი ხასიათის გამო მამაკაცები გაგირბიან? უი, ზაძი კი ეშინი, არის. არის ეგ ახაბერ ვუარყოფ ამას, იმიტომ რომ არის შემთხვევა, როცა ვიწყებ ლაპარაკს და მე მართალი ვარ, არის ხოლმე შემთხვევები, როცა თავს ხრიან და უნდა ჩემთან ლაპარაკი. არის ეს. იმიტომ რომ მე თუ ახლა ჩავთვალე რომ თქვენ ვიღაცას ჩაგრავთ, აუცილებლად გავაპროტესტო. ეხლა ერთ შეკითხვას დავსვამ, შეიძლება ითქვას რომ პირად ცხოვრებაში არ გაგიმართლათ? შეგიძლიათ უფრო მაღალ რეგისტრში თქვათ, ხო? ესე იგი ფაქტობრივად ჯოჯოხეთი მაქვს გამოვლილი. კი. რას გულისხმობ? აქ ახლა ძალიან ცოტა ადამიანი ვიცი, ვისაც ესეთი რამ დამართნია, რაც მე დამემართა. და ძალიან კარგი ეტაპი მაქვს ახლა ცხოვრების იმ კუთხით, რომ ამაზე საუბარი შემიძლია. მე ამაზე საუბარი არ შემეძლო. კარგი რა. ისეთი ტრაუმის გამო. ხო, ამიტომ თვლი რომ ძალიან ძლიერი არა ვარ თქო. ანუ გულჩვილიც ვარ, ემოციურიც ვარ, ადამიანური სისუსტეებიც გამაჩნია, ამიტომ ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი ტრაგედია, ძალიან დიდი ტკივილი. მომიყვებით თუ ვერა? კი, როგორ არა შემიძლია მოყოლა. ეხლა ხო გეუბნებით რომ შემიძლია ამაზე საუბარი და შემიძლია თქვათ უკვე როგორ გითხრათ იცით რომ დაცვა
ჩემი თავისაც, იმიტომ რომ მე უკვე ჩემ თავს აღარ ვადანაშაულებ. ადრე მქონდა მე მსხვერპლის სხვებს ახასიათებთ ეს. ძალადობის მსხვერპლი იყავი დაბარა და ახასიათებს ეს, როდესაც იწყებს თავის დადანაშაულება. მე ადამიანს მოვუსმინე ქალებს განსაკუთრებით მას მე რაც მე დამემართა ეს და გავაანალიზე რომ მე მარტო არა ვარ. ეს არის პრობლემა და ამ ქვეყანაში ეს არის უდიდესი პრობლემა. შეგიძლიათ მომიყვეთ როგორც შეძლებთ ეს მე დამემართა ადამიანს რომელიც ამას ვებრძვი მთელი ცხოვრება. ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? გეტირებ. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. შეგიძლიათ მომიყვეთ როგორც შეძლებთ? ხო, არა, ჩვეულებრივ ვიყავ ძალადობის მსხვერპლი, რომელიც თვლი, რომ ამ სახელმწიფომ პირიქით მე მომიტრიალა უკან. ანუ თავად ძალადობის ვისი მხრიდან იყავი ძალადობის? ჩემი, ასე ვთქვათ, არც როგორ ხა მე ბოიფრენდს ვეძახი ხო, მეგობარს ვეძახი ხოლმე, ხო, უცვლელად ჩემი კლასელი. ჩემ კლასელზეა საუბარი ხა, ისეთი ადამიანზე არ არის ლაპარაკი, რომ დღეს გავიცანი და ხალე ჩემი ბოიფრენდი იყო, ან მეგობარი მამაკაცი იყო. არა, ეს იყო თქვა მთელი ცხოვრების ურთიერთობა, ხო? და წარმოიდგინეთ, ვიყავი ძალადობის მსხვერპლი და რატომღაც სახელმწიფო მექანიზმი ისე ამუშავდა ჩემ წინააღმდეგ, რომ მე აღმოჩნდი თურმე იქეთ მოძალად. და ძალიან კომიკური სახე მიიღო ამან ბოლოს. ეხლა იქ სასამართლო შედგა, ანუ უჩივლეთ? კი, ესეც პრობლემა იყო, იცით? ნახეთ როგორი რაღაცაა. ხომ გითხარით რომ თქვათ მაგალითად მე არ მიყვარს უსამართლობა. და თავად როდესაც უსამართლობის მსხვერპლი ვარ, ისეც არ მიყვარს. რა თქმა უნდა. ამიტომ მე ჩემ თავს ვიცავ. და საშინელებაა, როდესაც თქვენზე ძალადობენ და თქვენ ფიზიკურად არ შეგიძლიათ ამას გაუმკლავდეთ. ხვდებით? თუ ხალი ხარ სუსტი ხარ. როგორი ძალადობა იყო? შეგიძლია ფიზიკური, ფსიქოლოგიურიც იყო, ფიზიკურ ძალადობაზეა ხომ ლაპარაკი. აი წარმოიდგინეთ, ხა მე ხარ შემიძლია თქვათ ხა რა ქვია, აი მოჭიდავეს, მე მეჭიდავო ხო, თქვათ, აბსოლუტურად უსუსური ხარ, იმიტომ ხა გონებრივად დიდი ბოდიში ხა შემიძლია თქვათ გონებაც მიჭრის ასე თუ ისე და თქვათ მეტყველებასაც არ ვუჩივი რომ თქვათ თუ მართალი ვარ ჩემი თავი დავიცვა მაგრამ ფიზიკურად ეს არ შემიძლია ხო რა თქმა უნდა და ამიტომ ჩემთვის იყო ჯერ გაუგნებული ვიყავი რომ ეს მე დამემართა ხო ადამიანს რომელიც ამას ვებრძვი მთელი ცხოვრება ეს არ არის მარტო ის რომ თქვათ ნუ ცდილობ რომ უმცირესობების უფლებები დავიცვა ეს იყო ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და მithmet ეს ქალების იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მიხედავად სადღეგრძელოებისა ქალი არ არის დაცული რა შემთხვევაში იყიდებს ძალადობა ფეხს როგორც გამოცდილ ადამიანს ისე დამალების შემთხვევაში ერთხელ აპატიე ორჯერ და აპატიე და დამალე იქნებ არ გაიგოს ვიღაცა თქვენ რა გონიათ თქვენს საახლობლოში ძალადობის მსხვერპლი ქალები არ არსებობენ. კი, რა თქმა უნდა, არსებობენ. და თქვენ გონიათ მარტო ფიზიკური ძალადობა? შეიძლება ყველა ქალი ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის პარტნიორის მხრიდან, როგორც აღარ მოიწყოთ, რომ კაცები განიცდიან ქალების მხრიდან. არის ეგეთი რამაც. მაგრამ ჩვენთან რაღაც როგორ გითხრათ, იცით, რაღაც ბუნებრივი ნიადაგი შეექმნა ამას, ხომ? რაღაც ნიადაგი შეექმნა ესეთი მსუყე იმისთვის რომ ეს ძალადობას ესეთი მახინჯი ფორმები მიიღო. რამდენი ხანი მალავდით? აი თქვენ თუ მალავდით? არა, თავიდან. პირველივე თხათ ესეთი სუსტიც არა. მე ყოველთვის ვცდილი ადამიანი როდესაც ფიზიკურად შეგეხება იმის პატიება არ შეიძლება. ფიზიკური შეხება ეს მაჩვენებელია. ეს არ არის ხო, სხვანაირად ვერ გერევა და ძალას ხო, ვერ გერევა და ვერც მოგერევა, თქვათ სამართალი ხარ ადამიანი
და იყენებს ფიზიკურ ძალას. მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია მაშ ის კი არ არის, რომ თქვათ შემეხნენ და მე დავიცავი თავი. თვითონ საზოგადოების დამოკიდებულება, ხო? იცით როგორ ფილტრავს თქვენს საახლობლოს და თქვათ ახლობელ ადამიანებს მსგავსი შემთხვევები ცხოვრებაში. თქვათ თავი დავანებოთ, რომ ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, თქვათ პარტნიორის მხრიდან ძალადობა, ხო? საყვარელი მამაკაცისგან მსგავს ქმედებაზე იფიქრებდით, როდეს მოულოდნელი იყო, თუ ამას ჰქონდა რაღაც წინა? ანა. ნახეთ, კამათი მოსვდის ყველას. ბუნებრივი პროცესია, ხო, ურთიერთობაში თქვენ არ მოგცვლიათ კამათი თქვენს მეუღლესთან. კი, როგორ არ მომსვლია, მაგრამ გარტყმამდე არ მისულა. აი, მაგაშია საქმე. თქვენი კამათი, როდესაც გადაიზრდება იმაში, რომ ხელჩართულ ბრძოლაში უცებ გაოგნებული ხარ, ხომ? ეს არნიშნავს, რომ ცერა ვერ მთვრალი ვიყავი, ნაშრომი ვიყავი, ნებებიაშვილი ვიყავი, ამაზე პატიება არ აქვს. და ეს ისტორია სასამართლომდე მივიდა, ხო? როგორი იყო მოლოდინი? იცოდით, რომ სისტემას უპირისპირდებოდი? არაფერი არ ვიცოდი. არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალა საკანონმდებლო სისტემა 2018-19 წლის შემდეგ. გავერგვია ამაშიც. იყო შემთხვევები, როდესაც ქალის უფლებები საერთოდ დაცული არ იყო, ხო? აი, აშკარა ძალადობაზე იყო ლაპარაკი და არავინ არავის არ აპატიმრებდა, არავინ არავის თქვათ შემაკავებელობას არ გამოსცემდა და ეს რაღაც ისეთი ლოიალური დამოკიდებულება იყო, თქვათ იგივე პოლიციური სტრუქტურების მიმართ ქალზე ძალადობაზე. ბუნებრივად მიაჩნდათ ეს, რომ თქვათ ქალი შეიძლება მას რომ მოითმინოს ქალმა. ეხლა აგინახავთ თავად ქალები არიან ქალების მტრები. თავად ქალი არ იცავს ქალის უფლებებს. თქვენს ისტორიაზე იყო საოცარი გამოხმაურება სოციალურ ქსელში. კი, როლები და ბოტები იყვნენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ არა, ბუნებრივად იქნებოდა. ბევრი წერდა, რომ რას ქვია, ხო? თქვათ იმ კაცს ესე იგი უჩივლა, რატომ დაუძახა პოლიციას. შვილის ფაქტორი იყო, ხო? კაცის შვილის. ეს ახლა თავად სასამართლოზე ითქვა უკვე, რომ სპეკულირება იყო თავიდან ბოლომდე. ეს იყო იმისთვის, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ მოტრიალებული იყო საქმე. თავად მოსამართლემ ჩაწერა უკვე. ყუილი ჩვენება მისცა, ანუ ჯერ არ არის ამაზე აუცილებლად ვიჩივრებ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო სურჩვენება. ფაქტებია უკვე სასამართლო ჩანაწერია და სასამართლოს დასკვნა, სადაც ფაქტობრივად ადვოკატებს ადანაშაულებს მოსამართლე ფაქტებით სპეკულირებაში. როგორ ფიქრობთ, ამ ამბის ამ ფორმით გახმაურება თქვენს ხმაურიან გამოსვლებს კრიტიკას სიმართლეს უკავშირდება? რა თქმა უნდა. მე ბევრი ამის გამო დავისაჯე. ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? მზარები, ნიშნებები. გემუქრებია? ეხლა არა. და იყო? კი. რო რაკენიო? გაჩერდი თორემ რა? თორემ მოგივლით დაახლოებით ესე და მაგას თავი რა გონია, მაგის მოძრობა ყველას გვინდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მანდედან მოძრობა, ანუ სადაც ავარ თანამდებობრივად. და მეუბნებით, რომ ძლიერი ქალი არ ხართ? ამ ყველაფრის ფონზე? ეს ვალდებულება არის. არა ხომ არა, ბრძოლის უნარი კი არ მოგტეხათ ამან, პირიქით ძალა მოგცათ. როგორ არა, ის აისახება ჩემზე ცალ რკინის ხომ არა ვარ? არა, ეგ თავისთავად ხო, მაგრამ ბრძოლის ეს არ ნიშნავს, რომ შენ აქ არ არის მარტო ჩემ უფლებებზე დაცვა. ჩემი უფლებების დაცვა და ჩემი ასე ვთქვათ თავის დაცვა. ეს არის мотиваცია ყველა ქალისთვის, იმიტომ რომ თქვენ რა გონიათ, ეს არის გლური წესებით არის აქ ცხოვრება. აი ამ სისტემაში თვითონ იგივე სასამართლოში, იგივე ვთქვათ საგამოძიებო სისტემა. გლური წესებია აქ. ამ ქალებს თქვენ რა იცით როგორ უჭირთ? მაგრამ კიდე უფრო ეშინიათ ხმის ამოღება. უფრო ეშინიათ ხმის ამოღება, იმიტომ რომ საოცარი სისტემა ხდება, სადაც იქეთ შეუძლია ამ სისტემას დაგადანაშაულოს და დამნაშავე გამოგიყვანოს. მეგობრებს რა ადგილი უჭირავს თქვენ ცხოვრებაში? ძალიან დიდი. და თავად როგორი მეგობარი ხარ? როგორც ყველა ადამიანს, თქვათ, მეგობრების წრემაც ფილტრაცია განიცადა, თქვათ, აი ჩემი თქვათ, სიტუაციებიდან გამომდინარე დროთა განმავლობაში და ეს ბუნებრივი პროცესია, ამას როგორ გითხრათ, იცით რა კარგია წლები. ბევრ ფაქტორს სხვა კუთხით უყურებთ, იცით და სხვა, ბევრ ამასაც პატიობთ საკუთარ თავს.
ადრე უფრო მომთხოვნი იყავი საკუთარი თავისადმი, მაგრამ ეხლა მაინც სხვა რაკურსით ხედავ ცხოვრების, თქვათ, ცხოვრებას და ადამიანებს თქვენს ირგვლივ, ხომ? ვინ რა არის, რატომ არის და мотиваცია, ვინ რატომ გახდება, რა თქმა უნდა, ყველები. ამიტომ მე ძალიან მადლიერი ვარ იმ მეგობრების, ვინც გვერდით მყავს და ვინც ფაქტობრივად უდიდესი როლი ითამაშა, ვინც გამოცდას გაუძლო. კი. აი ამ რთული პერიოდის დროს გაჩუმება სცადა ვინმე ახლობელმა თქვენი მართლა? ნუ მერე რა. მერე რა. ხო, მერე რა და მე არ უნდა მქონოდა ესეთი რეაქცია. არ უნდა გამეძახა პატრულისთვის, ანუ არ უნდა გამომეძახა. ეს ხო არ იყო მარტო თქვათ ძალადობა პარტნიორისაგან, დედამისისგანაც იყო ფაქტობრივად დაფარ. ანუ ეს უკვე რაში გადაიზარდა, იცით, ფსიქოლოგი, ანუ ესე იგი გცემდნენ, თან შეურაცხყოფას გაყენებდნენ. და ხალხი, რომელიც თქვათ ვიზუალურად მიღებული ხალხია საზოგადოებაში და ითვლება ნორმალურ ადამიანად. ჩვეულებრივი ჩაგვრა მიდიოდა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. და ყველაზე დიდი თანადგომა ვინ გამოხატა, ვინც გვერდზე დაგიდგა, ვინ იყვნენ? ოჯახი, რა თქმა უნდა, ნუ მე არჩულებრივი ოჯახი მყავს. რაღაცა შეხო გაგიმართლოს როგორ არის და ოჯახი არის რაღაცა მთავარი ბურჯი. ალბათ მე როგორც ვარ ახლა და თქვა თუ რამ კარგია ჩემში, ხო? ოჯახის დამსახურება. ეს არის ჩემი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ სხვანაირი მორალის ხალხია. და მეგობრები. აი მე შემიძლია უახლოესი ხალხი, რომელიც დღესაც ჩემ გვერდით დგას და პირიქით მეგობრებმა დააყენეს კაცრად საკითხი, რომ მე უნდა მებრძოლა. და მე არ უნდა ყოფილიყავი სვერპლი, იმიტომ რომ თავად დაინახეს, რაც ხდებოდა. რომ იცით რა არის, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ჩვენ სხვა ტიპის საზოგადოება ვართ, ხო, თქვათ რაღაც სიმბიოზი ვართ ევროპული და აზიური კულტურის და მიუხედავად ჩემი მსოფლმხედველობისა, ხომ, თანასწორობის შესახებ და ასე შემდეგ, ანუ ქალისა და კაცის ქცევას მე არ მასვავებ, ანუ ვთხოვ ისე, როგორც კაც მოთხოვდი, ისე ვთხოვ ქალსაც, ხო, თქვათ, არ არის ასე. კაცები ესე არ იქცევიან რა, ჩვენ საზოგადოებაში. და შემდგომი გადაკვეთა გქონიათ მასთან რამე შეხების? იმ საქციელის შემდეგ, ხომ, თქვათ, არც შემთხვევითი? არა, როგორ გითხრათ ახლა მონანიება ხო შეიძლება არ მოინანი. ხო, არა, აქ მონანიება, აქ ფაქტობრივად სახელმწიფო მანქანასთან ერთად ამის პირისპირდა. არ გაგიჩნდებოდა თეჩო. ანუ შეცდომა არ დაუშვია შეგნებულად? ეს იყო შეგნებული, ხა მე ჩემი ლეგალური ეჭვები მაქვს. რაც მოხდა. რომ ასე ადამიანები არ იქცევიან. ასე იქცევიან მოტივირებული ადამიანები, რომლებსაც დავალება აქვთ. იყვნენ იმ მომენტში ვიღაცები, ვისგანაც ელოდით თანადგომას და იმ მომენტში გაქრნენ და იმედგაცრუება ვიღაცების ახლობლების ცოტა. ძალიან ცოტა. ნუ მე ისეთ ხალხში ვიმუშაობ, ხო, თქვა ჩემი ბაბს რასაც ეძახიან, ხომ? რა თქმა ეს იყო უდიდესი თანადგომა. იგივე ჩემი რექტორისაგან, თქვა უნივერსიტეტის, იგივე ჩემი კოლეგებისაგან, იგივე ჩემი თანამშრომლებისაგან, როგორც ერთი ყველა გაერთიანდა, იმიტომ რომ ხა მათთან ერთად გავიზარდე და ყველა მიცის მე ვინა ვარ, ხო? არსებობს უახლოესი ადამიანები, რომლებმაც იციან ჩემი შინაგან აწესი. ამიტომ მათთვის ახლა ეს იყო აბსოლუტურად შოკის მომგვრელი და კითხვებიც კი არ გაშენია ზედმეტი. ყველა მიხვდა რა ხდებოდა. მაშინ საოცარი მხარდაჭერა გამოგიცხადათ საზოგადოების დიდმა ნაწილმა. არ ნახური, არც ველოდი. ბევრჯერ მომიხდია მადლობა Facebook-ის საშუალებითაც სოციალური ქსელის ისე თქვათ და ყველას მადლობა კიდევ ერთხელ მინდა მოვხადო. ამაზე დიდი სიმდიდრე არ არის არაფერი. ერთგული ადამიანები გარშემო. მიდიხართ. აი ხომ გაქვთ თქვენ როგორ უყვარხართ ხო ყველას ახლა მე ყველას არა. არა მე ძალიან უყვარხართ მაგალითად. აი ამ სითბოს როცა გრძნობ ადამიანებისგან ამ ციმციმს თვალისას თქვათ აი ამ თანადგომას მადლიერებას თუნდაც არც არაფერი არ გამიკეთებია ესეთი, მაგრამ შეიძლება ადამიანს ორი სიტყვა უთხრა და დაეხმარო. იმიტომ რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამან გადამარჩინა, იცით? ფინანსური ექსპლუატაციის მსხვერპლი ხომ არ იყო? ესეც ხომ არ ახლდა? აი იყო პრობლემა, რომ ვერ ქნა.
Იმიტომ რომ მას ეს ჰქონდა ცდილობა იყო. არა თქმა უნდა, ყველასთან, თქვა ურთიერთობა მის ქონია, თქვა ჩემამდე და ასე შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან ერთად და ასე შემდეგ. კი. მისი მთავარი ბერკეტი ეს იყო ფინანსური მართვა ადამიანის. ეს არის მექანიზმი, რომლითაც მოძალადე მართავს მსხვერპლს. არაფრით არ უნდა იყო დამოკიდებული. არასოდეს. აი სულ ვამბობ, იყავით კაცით და ქალიც. შენი გქონდეს იყავი ფინანსურად დამოუკიდებელი, ძლიერი, იმიტომ რომ თქვენით манипуლირება ვერ შეძლო. ხომ უყურებთ ერთს აქვს ეს პრობლემა. ხედავთ ფინანსური გაჭირვებას ადამიანთან მიდის, რომ ადამიანები ყიდიან თავის თავს მიუხედავად სურვილისა. მე ახლა მინდა შემოგთავაზოთ ხალხის აზრი თქვენ შესახებ, სრულიად უცხო ადამიანების. მოусმინოთ. აბა რას ფიქრობთ თია გოდოლაძეზე? ზოგადად კარგი დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ ხშირად ხედავ სხვადასხვა ეთერებში და ვთვლი, რომ ის იმ ინფორმაციას, რაც გვაწვდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის. ძალიან ჭკვიანი ქალბატონია, ჩემი აზრით, რაც მაქვს მოსმენილი, ყოველთვის ძალიან ისეთი საინტერესო რჩევები, მოსაზრებები და აშკარად ჭკვიანი ქალბატონის შთაბეჭდილებას ტოვებს. დადებითი განწყობა მაქვს, რა ვიცი, ასიამოვნო ქალბატონია, ეხლა რასაც საუბრობს, ნამდვილად მისაღები არის. იყო მე მგონი დაკავშირებული თუ არ მეშლება ვაშლი ჯვართან დაკავშირებით, აი მეწყული ზონა რო იყო და რა ძალიან სწორად მიმოჩნია მისი საუბარი და მიდგომა ამ საკითხიდან. მე მაგალითად აი მაგისი კვლევები და მაგის ისინი მომწონს, იცით, იმიტომ რომ რაღაც უფრო ხალხისკენ არის და რაღაც უფრო აი როგორ გითხრათ რა მართლა რო გული შეტკივა თორე ახლა დღეს გამოვიდეს სამთავრობის წინან მთავრობა ლანძღოს და ეს არავის არ უნდა გაიგმარა ეს ხალი გამოდის და ამბობს თავის სიტყვას ამბობს თავის საქმის პროფესიონალია ეს ადამიანი ვფიქრობ და ნუ რაღაც გარკვეული მოსაზრებები მომისმენია მისი თუნდაც ვაშლი ჯვრის პრობლემასთან დაკავშირებით. თავის საქმის პროფესიონალი, თავდაჯერებული ქალბატონი, მასწავლიდა მიწის ჯვრის ბიძგების გაზომვას. ხედავდი როგორი გულმოდგინებით უდგებოდა თითოეულ საკითხს, ვისურვებდი რომ უფრო დაუგდო ყური ასეთ პროფესიონალებს ამ სფეროში და ამის გათვალისწინებით დაგეგმა შემდგომი პროექტები. ღირსეული პიროვნებაა და თავისი საქმის პროფესიონალი. ეს ქალბატონი საშვილიშვილო საქმის აკეთებს და გვაფრთხილებს და გვიცავს, რომ არ რაღაც არ სეისმური კატასტროფებისგან ვიყოთ დაზღვეული და მე ვფიქრობ, რომ ეს ქალბატონი ძალიან საჭიროა და საჭირო საქმის აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი სანდოობით სარგებლობს პირადად ჩემი მხრიდან და დიდი ნდობა მაქვს მის მიმართ. საინტერესო რაღაცებს საუბრობს, ბევრი რაღაც ვისწავლე კიდეც და დავინტერესდი. მისი მონაყოლის შემდეგ და წავიკითხე თუ მოვისმინე. ასე რავი, ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და მგონი ერთ-ერთი ძლიერი პროფესიონალია ამ სფეროში. ძალიან პროფესიონალი ადამიანია, როგორც მახსოვს და საკმაოდ ისე იბრძვის, რომ რაღაცნაირად სამართლიანად იყოს ეს რაღაცა პრობლემები, რაც საქართველოში ხდება ამ კუთხით და როგორც ჩემ გონებას ახსოვს, არაჩვეულებრივი პროფესიონალი ადამიანია. თავისი საქმის პროფესიონალია, რადგან აზრს ეკითხებიან და იწვევენ ტელევიზიაშიც და ამ რაჭის მოვლენებთან დაკავშირებით მახსოვს, რომ თავის მოსაზრებას ამბობდა. გეოფიზიკოსი არის, ხო და შოვთან დაკავშირებით მასთან იყო შეკითხვები, ადეკვატური პასუხებიც იყო და კარგი იქნება თუ მასთან ერთად სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. თეატრემლები მოგადგა. აი რა არის ხალხი რა. აი ეს ნიშნავს. ძალიან დიდი რამეა. რო ვიღაცას შენი ჯერა და პასუხისმგებლობა არის, იმიტომ რომ გეტირებ. აი მე როგორი გულჩვილი ყოფილ ხარ? მაგიტო ვამბობ რომ არა ვარ მე ძლიერი ადამიანი. რატო სიყვარულისგან გული აგეჭრყოთ ეს კარგია. სადაც საჭიროა იქ სიძლიერია. ხო, ძალიან. ტირილი არ არის სისუსტის გამომხატველი, მუშტია სისუსტის გამომხატველი, ხო დავადგინეთ. მეც ვიტირებ ახლა. მე შეიძლება მაპატიეთ რა. ეს არის მადლიერების ძალიან არ არის ეს ხალხი იმის ღირსი რომ ასეთ პირობებში ცხოვრობდეს. გული მტკივა ხოლმე მართლა და იმ რო უყურებ ახლა ამ იმას რომ რაღაცას ფიქრობენ რომ ვიცი და მათ ვუკეთებ პასუხისმგებლობა ორმაგი. კი ესეა. გიათმაგებს თქვათ შრომის უნარიანობასაც და იმასაც რომ ეს ქვეყანა ამ ხალხის არის, მომავლის არის და მოკლედ პასუხისმგებლობა გაქვს რომ ეს მომავალს უსაფრთხო ცხოვრება ჰქონდეს.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თეა, ამბობს რომ ყველაზე მეტად დედამიწის გესმისთ. ადამიანებზე მეტადაც. დედამიწის მესმის, იმიტომ რომ ადამიანების მესმის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ საკუთარი თავის პატრონები ჩვენ თვითონ ვართ. სულაც არ არის ცუდი რომ ადამიანს დახმარება თხოვ, როცა გიჭირს. მაგრამ მარტო ჩვენს თავზეც არ არის ხშირ შემთხვევა. მაგიტომ ვამბობ. არის სიტუაციები, როდესაც მარტო ვერ უმკლავდები. და გითხოვიათ დახმარება? კი. როგორ არ მithოვია დახმარება? აბა ხო სხვას თუ ვეუბნები რომ თხოვე დახმარება თქო, მეც მithოვია საქმის კეთების დროსაც პირადადაც ხომ? და ვინმე არის ვისაც ხშირად მიმართავთ ამ თხოვნით? დამეხმარა ძმა. ძმა. არც მიჭირდება, იცი, აი დამეხმარეს თქმა. თვითონ გრძნობს. ხო, რაღაც ეს სისხლის ეს არის კი. იმიტომ რომ ჯერ ძალიან კარგი ადამიანია ჩემი ძმა. არც ეს რაფი არ მithქვამს, თვითონ მიკეთებს. ახლა ეს ჩუმად. აი არც მე ხო ვიცი რასაც აკეთებს, ამიტომ ზედმეტ კომუნიკაციაში არა ვარ ხო. თვითონაც არ ყავს, ახლა მე ხო ლაპარაკი მიყვარს. იმას არ ყავს. არა, ჩუმად აკეთებს იკეთებს. სამი ძმისშვილი გყავთ ხო? ო, სამი ძმისშვილი მყავს, არაჩვეულებრივი ბავშვები. როგორი მამიდა ხართ, ალბათ არაჩვეულებრივი? ნუ ჩემ ძმებს რა ვკითხო, ცუდი ვარ იმ კუთხით, რომ ვათამავებ ზედმეტად ამ ბავშვებს. მე მამიდა ვარ. მოკეთ და მშობლები იყვნენ მკაცრი, მშობლებმა დაუშავონ რამე და გაუბრაზდეს დედა, გაუბრაზდეს მამა და მე ვერც ამ ბავშვებს გაუბრაზდები და ვერც უარს ვერტყვი ვერასდროს ვერაფერს. ამიტომ ცუდი როლი მაქვს, მე თვითონაც ვიცი, მაგრამ ახლა მე იმას გარეშე არ შემიძლია. ჩემი ბავშვები არიან და მინდა რომ კარგ ქვეყანაში იცხოვრონ და ამ ქვეყნიდან არ მოუწიოთ წასვლა. აი ხა ეს ჩემი გულჩულობა იმასაც დააბრალეთ დღევანდელი კიდევაც რომ ნუ ემოციურად ცოტა მძიმე ფონი მაქვს, იმიტომ რომ მე გარდა იმისა რომ თქვა პროფესია მაქვს რაღაცა, მყავს ჩემი სტუდენტები, ადამიანები, ვისთანაც ერთად ვმუშაობ, ახალგაზრდა თაობა, რომლებიც აი ჩემ საკუთარი შვილი ხო არა მყავს, მაგრამ ის ჩემს ყველაფერი არიან ისინი ჩემთვის. ძმისშვილებზე ზრუნვა. ჩაგინაცვლად დედური თვისებები, გრძნობა, ინსტინქტი. ნაცვლად კი. კი, არა, ეს მაგრამ ნუ შვილი მაინც შვილია. ნუ ახლა მე არ მარჩევ, ხა რანაირად უნდა მიყვარდეს ჩემ ძმისშვილზე უფრო ვინმე, არ ვიცი, ხო, თქვათ მაგალითად, აი ესე მეტი რა უნდა გავაკეთო, ისიც არ ვიცი, მაგრამ არ გამომიცდია ეთყობა და ეს ყველაზე ჩემთვის ყველაზე აღმატებული სიყვარულია. ახალი თაობა როგორია თქვენთვის? ой, ძალიან მაგრები არიან. მე როდესაც აუდიტორიაში შევდივარ, ეს არის ყველაზე დიდი ენერგია, კი, რაც სტუდენტისაგან მოდის. არ არსებობს ამაზე დიდი როგორ გითხრათ, სისხლის გადასხმა, ხო? ასე ვთქვათ, მინერალებით გაჯერებული სისხლის, ასე ვთქვათ, ახალი სისხლის გადასხმა არის, რაც გაძლიერებს და რაც мотивაციას გმატებს. მე ხო ვფიქრობ, რომ მე ვასწავლი. არა, ის მასწავლის. მე მზადები ამისთვის. და არ მინდა ჩემი ლექციები ყველა კურსთან ერთნაირი იყოს. ამიტომ ვერასდროს ვერ იყოს ახლა ჩემი სტუდენტები, რომ თქვათ რომელიმე ლექცია გავდა მეორეს. გავდა მეორე, რა ვიცი, შეიძლება მათთვის გავდა, მაგრამ ჩემთვის არ გავდა. იმიტომ რომ ვცდილობ რომ სხვა რაღაც მოვუყვე ცხოვრებისეული პრაქტიკიდან, რომ მოსაწყენი არ იყოს. თუნდაც წიგნი არაჩვეულებრივია, მაგრამ მარტო წიგნით ვერ იცხოვ. გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა რომ თქვათ გაიარონ პროფესიონალები იყვნენ და ასე შემდეგ. აი ხა რასაც ვამბლაპარაკობთ გუშინდელზე ჩემი სტუდენტი აი ხა მწვანე ბარათი მოიგო და მიდის ამერიკაში. ადამიანი რომელსაც არის ჩემი მარჯვენა ხელი და ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიონალი. მაგრამ იძულებული არა წავიდეს. დიახ. აი ჩემს ტრაგედია. აი იმიტომ აქვს რაღაცა მძიმე ფონი მაქვს, რომ არ მინდა ახალგაზრდობისაგან დაცლილი საქართველო. ცხოვრებაში რა არის მთავარი? ძვენა და მომავალი. იმიტომ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ხვალ რა იქნება. დღეს არ შეიძლება დღევანდელი დღით ცხოვრება, ხვალ რა იქნება, აუცილებელია ეს. უნდა აკეთო ყველაფერი, რომ შენი ოჯახი და შენი ქვეყანა კარგად იყოს. მე შემჯერა, რომ ქვეყანაც კარგად არის, შენი ოჯახიც კარგად იქნება. აუცილებლად. იმიტომ რომ
ბედნიერი ხალხი მიყვარს. გაღიმებული ლაღი ხამ ჩემ ხალხს რო ვუყურებ, რამდენი გაჭირვება აქვს. მამას სოფლებში წადით. რეგიონებში, რადგანაც რეგიონები თბილისში მარტო საკუთარი ბაბლით ხო არ უნდა იმშელო ადამიანმა. და მინდა რომ ამ ჩემ ქვეყანას გქონდეს ეს მაღლა თავი აწეული. კიდეც რემლები მოგადგა. ხო. თავარი სინანული რა გაქვს ცხოვრებაში? შვილი. შვილი. რან ბავშვი. ცხოვრება შემთხვევითობაა თუ ბედისწერა? ამჯერ არც ბედისწერის და არც შემთხვევითობის. აი ფიზიკოსის პასუხი. აბა რა არის ცხოვრება? არჩევა. ჩვენ ცხოვრებას განსაზღვრავს ჩვენი არჩევა. მაინც ჩვენა ვართ. ჩვენი ბედის შემქმნელნი, ჩვენი შეცდომებიც ჩვენია და ჩვენი წარმატებებიც ჩვენია. ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს ამას. ყოველთვის. ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა, როდესაც ჩემი ფსიქოანალიზი მიდიოდა ამ საქმებთან დაკავშირებით, თქვა რომ რაც დაემართაო, სხვა საბრალებსო, ყველა მის პრობლემაშიო სხვას ხედავსო. და მე შევხვდი ამ ქალბატონს და ვთქვარი რომ რანაირად დასგვენია ეს მეთქი. არა, პირიქით, აბსოლუტურად საწინააღმდეგო წამსი მაქვს. თავო შენო. არის ტრაგედიები, რომლებიც ადამიანს ემართება და ამას ეს სხვა საკითხია. რასაც ვერ აიცილებს თვითონ. რასაც ვერ აიცილებ ახლა. ეს სხვა რამ არის, მაგრამ თავარიც ხა მე რო გავიდე და მანქანა დამეჯახოს და თქვა რაღაცა, ეხლა ნუ ამას ავიცილებ თავიდან თქვა ესეც. მაგრამ ის რაც თქვა არის ჩვენი ცხოვრების მთავარი ხაზი, ეს არის ყოველთვის ჩვენი არჩევანი. მაინც ჩემი მაგალითად თანამშრომელი გუშინ, ხომ? ჰქონდა ხომ ორი არჩევანი, ან დარჩენილი იყო და წარემართა კარიერა საქართველოში და ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა. მაგრამ მან ყველაფრის დაწყება არჩია თავიდან ოკეანის გაღმა. და ბოლო შეკითხვა, თქვენი ცხოვრების მთავარი ამბავი. ბევრი რა ეს. რაც იყო ჩემთვის გამოსაზღვრელი და მნიშვნელოვანი, ხო? მაინც ზუსტად ის რაჭის მიწის რომ რომელსაც აბსოლუტურად ამოატრიალა ჩემი ცხოვრება და თქვა განსაზღვრა ჩემი პროფესია, ჩემ ოჯახთან გამომდინარე. აი რაც თქვა ჩემ პირადად დამემართა ეხლა 2 წლის წინ, ეს იყო გარდამტეხი. ჩემთვის გარდამტეხი. ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა ალბათ და არა? არავითარ შემთხვევაში. არა, კაცო, ამან ერთი ადამიანის უსინდისობამ თუ თქვა არასწორ საქციელმა სხვა ადამიანის მიმართ რატომ უნდა შეგცვალოს? ამერე უფრო ფრთხილი ხდები, უფრო ფრთხილი მართლმანამდე დამიკლია ყოფნა. ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულწრფელობისთვის. მადლობა მოხვედით. მე კი მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ეს იყო გადაცემა პირველი სტუდია, ჩვენი სტუმარი სეისმოლოგი თეა კოტოლაძე. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად.